ბონოს ახალი მემუარული ფილმი მოგვითხრობს U2-ს სოლისტის გზაზე, რომელიც დუბლინის სკოლის მოსწავლეობიდან გლობალურ როკ ვარსკვლავობამდე გაიარა, იმ მძიმე ურთიერთობის ფონზე, რაც მას მამასთან აკავშირებდა. Welcome to my Quarterman show. I want to tear down the walls that hold me inside. Cool, I have a daughter. შემოვიდა ენდრიუ დომინიკი და რაღაც მითხრა, რაც მაშინ ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ ჩემმა შვილმა კი გაიგო. კამერა ძალიან კარგად გრძნობს, როცა იტყუები. ასე რომ თუ გინდა მოყო ეს ამბავი, ჯობს მოემზადო. მოიხსნა ჯავშანი, ჩაარჭო მახვილი მიწაში, დაყარო ფარხმალი. თავს ისე იგრძნო თითქოს მთელი სკოლის წინაშე შიშველით გახარ. მაგრამ აი სწორედ ეს იყო საჭირო, რომ ფილმი კარგი გამოსულიყო. უკვე ზედმეტად ვგრძნობ თავს ამ წიგნის, ამ პიესის მთავარი პერსონაჟის როლში. ამ ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი მამა ჩემია. თითქოს ის უფრო მომწონს ვიდრე საკუთარი თავი. I said something to know about performers. In pursuit of truth, we are ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართება. პოლ ჰიუზონი, იგივე ბონო 1960 წელს დუბლინში დაიბადა. როდესაც ის 14 წლის იყო, მოულოდნელად დედა დაკარგა. ქალს საკუთარი მამის დაკრძალვაზე ტვინის ანევრიზმა დაემართა და გარდაიცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ ბონოს მამა ბობი საკუთარ თავში ჩაიკეტა და სახლში თავისი მეუღლის სახელი აღარასდროს უხსენებია. ახალგაზრდა ბონოს კი მამასთან ურთიერთობა, მისი ყურადღება და სიყვარული ესაჭიროებოდა. ბონომ მალევე გაიცნო მომავალი ჯგუფის წევრები, ადამ კლეიტონი, დეივ ევანსი და ლარი მალენ ჯუნიორი. ასევე დაიწყო რომანი ალისთან, რომელიც მისი მეუღლეა 1982 წლიდან დღემდე. ფილმი ბონოს შესახებ Apple TV-ზე 30 მაისიდან გავა. louder.